კავკასიაში USAID-ის მისიის დირექტორმა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ USAID-ის მიერ თუშეთში დაფინანსებული დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. მათ შორის მოინახულეს შენაქოს მცირე ჰიდროელექტროსადგური და წყალშემკრები აუზების მართვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვიზიტის ფარგლებში თუშეთის ეროვნულ პარკში USAID-ის პროგრამის წყალშემკრები აუზების მიმართ ეკოკლუბების მოწყობილი ეკობანაკები გახსნეს. გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლების და თემების წარმომადგენლებთანაც. ეს არის აშენებული ასლის ნიშანდობლივია და საინტერესო აშენებულია გარემოსდაცვის სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ USAID-ის მეშვეობით მოხდა ამ პროექტის დამთავრება. ოსოფო შენაკოში დღეს არის ელექტროენერგია. დღეს აქ USAID იმყოფება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ამ ელექტროსადგურის საშუალებით სოფელ შენაკოს და მის მიმდებარე ტერიტორიას თელეზაფხულის განმავლობაში ელექტროენერგია მიეწოდება. ეს პროექტი ამ ყველაფრის გამო ძალიან მნიშვნელოვანია.